უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითონ იდეას, კომპოზიციას. მე მაგალითად დღეობით ვფიქრობ, სანამ ეს მომწიფდება, დადიხარ ქუჩაში, აკეთებ რაღაცა საქმეს, ტრანსპორტში, სახლში, ეს ტრიალებს თავში დუხს და ბოლოს იწმინდება რაღაც და აი უკვე მზად ხარ, ეს ყველაფერი გადმოიტანა ფურცელზე. ფურცელზე გადმოტანა იმ სახით, რომ ეს უკვე მისაღები იყოს ტექნიკური დამუშავებისთვის, ეს არის ძალიან ძნელი და თუ მიაღწევი იმას, რომ 70%-ით მაინც გადმოიტან ფურცელზე, რაც კი გაქვს იდეაში და რასაც შენ თვალზე ხედავ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. იმდენად ფაქიზი შესასრულებელია, ისეთი სირთულეებია, მაგრამ თავისთავად ეს სირთულეები იმდენად საინტერესოა, სირთულეების გადალახვა, იმდენად ერთვებიში, უკვე აღარ გახსოვს დღე, ღამე, ჭამა, სმა, ხანდახან შეიძლება წამში გაფუჭდეს ის, რაც ვთქვათ, აკეთე 2 კვირა, 3 კვირა, მაგრამ რაღაც ხდება ისეთი ჟინი გაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში მე რომ ახრიდან გინდა სანამ არ მიაღწევი მიზანს, რაც ქონდა დასახული. საოცარი შეგრძნებაა, როცა უკვე დამთავრებულ ნიმუშს უყურებ. საინტერესო მომენტი ჩნდება, რაც შეეხება სამკაულს. ერთერა თავისუფალია, ვინ იყიდის, სად დადებს, ეს უკვე ადამიანის საქმეა, ვინც ამას შეიძლება. რაც შეეხება სამკაულს, აქ უკვე ითვალისწინებ იმ ადამიანის ხასიათს, გარეგნულ სახეს, ეს არ უნდა იყოს ფართო მოხმარების საგანი. ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი და იმ ადამიანისთვის შექმნილი, ვისთვისაც ამას აკეთებ. საქართველოში ტიხრული მინაქრის ყველაზე ადრეული ნიმუში აღმოჩენილია მე-5 საუკუნის არქეოლოგიურ გათხრებში. შემდეგ ეს დარგი ყველაზე მეტად არის განვითარებული საქართველოში და ასევე ბიზანტიაშიც მე-15 საუკუნეში, რასაც მოწმობს ნაციონალურ მუზეუმში საგანძურში დაცული კოლექცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექცია მთელ მსოფლიოში, შეიძლება ესეც ითქვას ტიხრული მინაქრის. დღეს არის ძალიან განვითარებული 80-იან წლების ბოლოდან, 90-იან წლების ბოლოდან. ეს არის ორი მიმართულებით ვითარდება, ეს არის როგორც რელიგიური, ვინაიდან არის ტრადიციული დარგი და ასევე საერო. ესე იგი, სამკაული, არტ-ობიექტები, პატარა კომპოზიციები და ესეც ვითარდება რამოდენიმე მიმართულებით. არიან მხატვრები, რომლებიც ძველი ნივთიერებებით მუშაობენ, ითაც ძველად აკეთებდნენ მინანქრს და არიან მხატვრები, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც თანამედროვე მინანქრით, რომელიც იყიდება, რომელიც შეიძლება. მაგრამ ეს არ აკნინებს მხატვრულ ღირებულებას მინანქრის თუ თანამედროვე მასალით მუშაობ. აი ზოგიერთი მხატვარი ამის წინააღმდეგია, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვითარდება, ყველაფერი წინ მიდის. და ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ თანამედროვე მინანქრს, თანამედროვე მეთოდებს, სახეებს, თანამედროვე კომპოზიციებს და ახალ დანიშნულებას მინანქრისას. ჩვენ დღეს სამკაულს ვაკეთებთ, ფერწერას ვაკეთებთ, მაგრამ ვინც ის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც მათ ახალი დანიშნულება შესწინონ და ამით უფრო მეტი წარმატება მოიპოვონ. უდიდესი მნიშვნელობა აქვს თვითონ იდეას,
კომპოზიციას. მე მაგალითად დღეობით ვფიქრობ, სანამ ის მომწიფდება, დადიხარ ქუჩაში, აკეთებ რაღაცა საქმეს, ტრანსპორტში, სახლში, ეს ტრიალებს თავში დუხს და ბოლოს იწმინდება რაღაც და აი უკვე მზად ხარ, ეს ყველაფერი გადმოიტანა ფურცელზე. ფურცელზე გადმოტანა იმ სახით, რომ ეს უკვე მისაღები იყოს ტექნიკური დამუშავებისთვის, ეს არის ძალიან ძნელი და თუ მიაღწევ იმას, რომ 70%-ით მაინც გადმოიტან ფურცელზე, რაც კი გაქვს იდეაში და რასაც შენ თვალზე ხედავ, ეს უკვე დიდი წარმატებაა. იმდენად ფაქიზი შესასრულებელია, ისეთი სირთულეებია, მაგრამ თავისთავად ეს სირთულეები იმდენად საინტერესოა, სირთულეების გადალახვა, იმდენად ერთვებიში. უკვე აღარ გახსოვს დღე, ღამე, ჭამა, სმა. ხანდახან შეიძლება წამში გაფუჭდეს ის, რაც თქვათ, აკეთე 2 კვირა, 3 კვირა, მაგრამ რაღაც ხდება ისეთი ჟინი გაქვს, რომ ყოველ შემთხვევაში მე რომ ახრიდან გინდა სანამ არ მიაღწევი მიზანს, რაც ქონდა დასახული. საოცარი შეგრძნება რაც უკვე დამთავრებულ ნიმუშს უყურებ. საინტერესო მომენტი ჩნდება, რაც შეეხება სამკაულს. ფერწერა თავისუფალია, ვინ იყიდის სადადებს, ეს უკვე ადამიანის საქმეა, ვინც ამას შეიძლება. რაც შეეხება სამკაულს, აქ უკვე ითვალისწინებ იმ ადამიანის ხასიათს, გარეგნულ სახეს, ეს არ უნდა იყოს ფართო მოხმარების საგანი. ეს უნდა იყოს მხოლოდ ერთი და იმ ადამიანისთვის შექმნილი, ვისაც ამას აკეთებ. საქართველოში ტიხრული მინაქრის ყველაზე ადრეული ნიმუში აღმოჩენილი არის მე-5 საუკუნის არქეოლოგიურ გათხრებში. შემდეგ ეს დარგი ყველაზე მეტად არის განვითარებული საქართველოში და ასევე ბიზანტიაშიც მე-15 საუკუნეში, რასაც მოწმობს ნაციონალურ მუზეუმში საგანძურში დაცული კოლექცია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კოლექცია მთელ მსოფლიოში, შეიძლება ესეც ითქვას ტიხრული მინაქრის. დღეს არის ძალიან განვითარებული 80-იან წლების ბოლოდან, 90-იან წლების ბოლოდან. ეს არის ორი მიმართულებით ვითარდება, ეს არის როგორც რელიგიური, ვინაიდან ეს ტრადიციული დარგია და ასევე საერო. ესე იგი, სამკაული, არტ-ობიექტები, პატარა კომპოზიციები და ესეც ვითარდება რამოდენიმე მიმართულებით. არიან მხატვრები, რომლებიც ძველი ნივთიერებებით მუშაობენ, ითაც ძველად აკეთებენ მინანქარს და არიან მხატვრები, ძირითადად ახალგაზრდები, რომლებიც თანამედროვე მინანქრით, აი რომელიც იყიდება, რომელიც შეიძლება. მაგრამ ეს არ აკნინებს მხატვრულ ღირებულებას მინანქრის თუ თანამედროვე მასალით მუშაობ. აი ზოგიერთი მხატვარი ამის წინააღმდეგია, მაგრამ პირადად მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ვითარდება, ყველაფერი წინ მიდის. და ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ თანამედროვე მინანქრს, თანამედროვე მეთოდებს, სახეებს, თანამედროვე კომპოზიციებს და ახალ დანიშნულებას მინანქრისას. ჩვენ დღეს სამკაულს ვაკეთებთ, ფერწერას ვაკეთებთ, მაგრამ ვინც ის გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებსაც მათ ახალი დანიშნულება შესწინონ და ამით უფრო მეტი წარმატება მოიპოვონ.